მაშ გადმოვინაცვლოთ მე-19 საუკუნეში. მე-19 საუკუნე ხელოვნების ფსიქოლოგიური აზრის განვითარებისთვის ბევრით აღმოჩნდა საგულისხმო. ამ პერიოდში ახალი იმპულსი ეძლევა საზოგადოდ ხელოვნების თეორიას. ამავე დროს მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ხდება ადამიანი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იხსნება ფსიქოლოგიური ლაბორატორიები და ფსიქოლოგია იქცევა დამოუკიდებელ ემპირიულ მეცნიერებად. არამედ იმიტომაც, რომ თვით ხელოვნებაშიც მხატვრის პიროვნულ ხედვასა და სუბიექტურ რაკურსს გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება. ავანსცენაზე გამოდის ავტორი, რომელიც არა იმდენად რეალობის ასახვას ცდილობს, რამდენადაც საკუთარი პერსონის წარმოჩენას შემოქმედების საფუძველზე. მე-19 საუკუნის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ანთროპოცენტრიზმს არნახური ტემპებით განვითარებადი მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებთან აკავშირებენ. მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ ხელოვნებას ადამიანი დაუბრუნა, ხოლო რეალობის ასახვა ადეკვატური და ობიექტური ტექნიკის მონაპოვარს, ფოტოგრაფიასა და დოკუმენტურ კინოს დაუთმო. ხელოვნება სწრაფმავალ სუბიექტურ განცდებზე, შთაბეჭდილებებზე, ემოციურ ნიუანსებზე ალაპარაკდა და ადამიანის ფსიქოლოგიის ენად, მისი ექსპრესიის ინსტრუმენტად თუ სარკეთ იქცა. ტექნოკრატიული ერის გარიჟრაჟზე ხელოვნება ზურგს აქცევს ობიექტურ რეალობას და ახალ სუბიექტურ სამყაროს ეძებს. ეს რეალურ საგნობრივი, ზედმიწევნით გასაგები და ცხადი სამყაროსადმი ერთგვარი პროტესტია და მისი განეიტრალების ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მცდელობაც ადამიანის შინაგანი სუბიექტური პრობლემების გამძაფრების გზითა და დახმარებით. ტექნიკურად აღჭურვილ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიებს ახლა ფსიქოლოგიურად აღჭურვილი ხელოვნება აბალანსებს, რომლის ფოკუსშიც ადამიანი ექცევა. ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ ფორმალურად დასრულებული აკადემიური და ამიტომაც ცივი ბრჭყალებში და მეორეს მხრივ ადამიანური გრძნობებით აღსავსე აკადემიზმისგან თავისუფალი ხელოვნება. მიუხედავად ახალი ერის პოზიტივისტურ საქმიანი, უკიდურესად მერკანტილური სულისკვეთებისა, იმპრესიონიზმის ინტერესის ობიექტად ჩვეულებრივი ადამიანი და მისი სუბიექტური ფსიქოლოგიური სამყარო იქცა. ოფიციალური კრიტიკის აღშფოთებას ვენერას როლში სავსებით რეალური, თანამედროვე ქალიშვილის, მანეს ოლიმპიას მოდელად ვიქტორია მერანი იქცა, სწორედ მისი ხილვა იწვევდა. ჩვეულებრივი ადამიანის ასე ინდივიდუალური განცდებითა და ბიოგრაფიით. ხელოვნება სწრაფმავალი, ეფემერული განცდებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემას შეეცადა. სულიერი შინაგანი ცხოვრების ყოველი ნიუანსი გამორჩეული მნიშვნელობით დაიტვირთა. ნეოიმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი აგრძელებს ფსიქოლოგიურ ძიებებს და საგანგებოდ სწავლობს როგორც მხატვრული ექსპრესიის, ასევე რეცეფციის ფსიქოფიზიოლოგიურ კანონზომიერებებსაც. ჟორჟ სერა, პუანტილისტური მეთოდის მამა, წერდა, რომ ის ეტალონად სრულიად ახალი, სუბიექტური, ჩემს მიერ შექმნილი ხელოვნება იქცა. მხატვარი მის მიერ მიკვლეული მეთოდის მეშვეობით აღქმელის გააქტიურებასაც, ანუ მაყურებლის გააქტიურებასაც ცდილობდა. პუანტილისტურ ტილოზე ერთმანეთის გვერდით განლაგებული და შეურეველი ფერების შერევა თავად აღქმელმა რეციპიენტმა უნდა ითვირთოს და შესაბამისად ესთეტიკური ეფექტი სწორედ მაყურებლის სუბიექტურ აქტივობასთან, აღქმელის ძალისხმევასთან კავშირდება. ხელოვნების აღქმელი პასიური რეციპიენტი მიმღებისგან აქტიურ თანაშემოქმედად გარდაიქმნება. მეორე ნოვატორი პოლ სეზანი ეფუძნება რა ემილ ზოლას ეკრანთა თეორიას, ხელოვნებაში ინდივიდუალიზმის დამკვიდრებისთვის იბრძვის. საინტერესოა ემილ ზოლას ეკრანთა თეორია. აქ არის წარმოდგენილი სლაიდზე ინფორმაცია ამ თეორიის მიხედვით. ემილი ზოლა თვლიდა, რომ ხელოვნების ნაწარმოების სამყაროში გაღებული სარკმელია, რომელშიც ჩადგმული მინა ეკრანი, ეს რა თქმა უნდა მეტაფორაა, მეტნაკლებად სახეცვლილი საგნებისა და მოვლენების აღქმის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ხელოვნება რეალობას მხოლოდ ადამიანის შემოქმედის პრიზმიდან, მისი ინდივიდუალობის რაკურსიდან ასახავს. უფრო მეტიც, ზოლას გაგებით ხელოვნების ამოცანას სწორედ ინდივიდუალობის პრიზმაში გარდატეხილი რეალობის ასახვა შეადგენს. ხელოვანს სრული მაქსიმალური თავისუფლება ენიჭება და იმ დონემდეც კი, რომ შემოქმედებაში რეალობის რადიკალური შეცვლით ამ უკანასკნელი სუბიექტური მოდელის წარმოდგენა შეუძლია.
მე მინდა მოვიყვანო მისი სიტყვები. წრები შეიძლება დაიხატოს კვადრატების სახით, სწორი ხაზებით ეხილებად. ეს გახლავთ მთელი მე-20 საუკუნის, არა მხოლოდ მე-19, არამედ მე-20 საუკუნის სახვითი ხელოვნების იდეოლოგია და მსოფლმხედველობა. ემილი ზოლა სამხატვრო სკოლისა და წესების ხოთაშორის სასტიკი წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ წესები გაბედულებისა და თავისუფლების არ მქონეთათვის არის შემოღებული. ხოთაშორის ეს სულისკვეთება არის ფრიად დამახასიათებელი თანამედროვე ხელოვნების ფსიქოლოგიისთვის. მე პირველ ლექციაში უკვე ვისაუბრე იმის შესახებ, რომ თანამედროვე ხელოვნების ფსიქოლოგია უფრო მეტი ინტერესით სწავლობს არა ხელოვანთა შემოქმედებას, არამედ იმ ადამიანის შემოქმედებას, რომლებიც ეხლა იწყებენ, ეხლა დგავენ ნაბიჯებს ამ გზაზე, რომ ხელოვნების ფსიქოლოგია დიდი ინტერესით სწავლობს ბავშვების და ასევე პაციენტების შემოქმედებას, რადგანაც პრინციპი ასეთია, ხელოვნებაში საინტერესოა გულწრფელობა და უშუალობა და არა აკადემიური წესების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი. ემილი ზოლა, როდესაც საუბრობს ეკრანზე, მინა ეკრანზე, ესეც კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მეტაფორა, ხელოვნება როგორც მინა ეკრანი, რომლიდანაც ჩანს რეალობა, რომლიდანაც გამოსჭვევის რეალობა. საუბრობს იგი სამ ძირითად ეკრანზე, აი აქ არის წარმოდგენილი სლაიდზე, მის მიერ მითითებული სამი ძირითადი ეკრანი, ეს გახლავთ მაშ კლასიკური ეკრანი, რომანტიკული და რეალისტური. მაშ კლასიკური ეკრანი უპირატესობას ანიჭებს ხაზს, ფორმას და არაფერს. და ხაზისა და ფორმის სრულყოფისკენ ისწრაფვის. რომანტიკულ ეკრანში ფერი დომინირებს, შუქჩრდილთა კონტრასტი სიმძაფრეს იძენს და დინამიკა ბნებით, ცოცხალი გრძნობით ივსება. რეალისტური ეკრანი კი საკუთარ ადგილს რეალობას უთმობს და მას სიმწვავესა და სიმძაფრეს სძენს. უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიზმი დამახასიათებელი ხდება მე-19 საუკუნის ლიტერატურისთვისაც